მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, ეთერშია სალტე. დღეს ჩვენ გვექნება ძალიან საინტერესო გადაცემა და ეხება თითოეულ ჩვენთაგანისთვის მეტად ტკივნეულ თემას, ეს არის ჩვენი განათლების სისტემა. არაფერში ჩვენ ალბათ ისე არ გვიჭირს, როგორც ამ სისტემაში და ყველასთვის ნათელია, რომ საჭიროა რეფორმები. მაგრამ ამავე დროს ისიც ნათელია, რომ გაუაზრებელმა რეფორმებმა შეიძლება კიდევ უფრო მეტი ავნოს, თუმცა ძალიან რთულია წარმოვიდგინოთ უარესი შედეგები, ვიდრე გვაქვს. და ეს შედეგები გამოიწვია სწორედ ამ საოცარმა არასისტემურმა მიდგომებმა, რომელიც ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, იყო პრობლემების გაუაზრებლობის შედეგი და მეორე მხრივ გარედან თავს მოხვეული, ასე ვთქვათ, პოლიტიკის შედეგი. იგულისხმება პოლონიის სისტემის თავმოხვევა და ასე შემდეგ, რომელმაც გამოიწვია, მე არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ კატასტროფული შედეგები. ამაზე სასაუბროთ დღეს სტუდიაში ყავს პროფესორი, პოეტი, მწერალი, მკვლევარი, თქვენთვის კარგად ცნობილი ბატონი ვაჟა ოთარაშვილი, რომელიც დღეს კითხულობს ლექციებს პოლიტექნიკური უნივერსიტეტში და კარგად არის გათვითცნობიერებული ამ პრობლემის როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ასპექტებში. ბატონო ვაჟა, მოგესალმებით. მოგესალმებით. აი დავიწყოთ პირველ და ავწეროთ სიტუაცია და შემდეგ იქნებ რაღაც გარკვეული რეკომენდაციებიც ესე გავაჟღეროთ. კი ბატონო, მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. მიხარია თქვენ გადაცემაში მონაწილეობა, რომელსაც ძალიან ბევრი მაყურებელი ყავს, ასეულად ასობით მაყურებელი ყავს. განათლების სახელმწიფო პოლიტიკა საქართველოში ფაქტიურად 23 წელია, რაც ანტიქართულია, ანტიეროვნულია და მიმდინარეობს ჩვენი განათლების სისტემის თანდათანობითი მგრევა 90-იანი წლებიდან დაწყებული. ჯერ ელემენტარულად რომ ავიღოთ, ვინ იყვნენ განათლების მინისტრები, თქვათ, იგივე კომუნისტური რეჟიმის პერიოდში ერთ-ერთი უგანათლებულესი ადამიანები, მე ზვიად გამსახურდია დროს ბატონი ელიზბარ ჯაველიძე, ცნობილი მეცნიერი, ცნობილი მწერალი, მკვლევარი. და აი შემდეგ მოუყვებით, შემდეგ თქვათ, გუჩა კვარაცხელია, თამას კვაჭანტირაძე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ახეთ მოვიდა სააკაშვილი და მოიყვანა ალექსანდრე ლომაია. ალექსანდრე ლომაიას მიღებული განათლების კანონით დღესაც ჩვენი განათლების სისტემა მუშაობს, ამას დავამატეთ პოლონიის სისტემა, რომელიც თქვენ ბრძანეთ და ფაქტიურად 2004-2005 წლიდან უკვე ინტენსიურად დაიწყო ქართული განათლების სისტემის მგრევა. ყველა მიმართულებით აქ ეს ეხება როგორც მასწავლებელთა კადრებს, ეს ეხება როგორც სახელმძღვანელოთა გრიფირების სისტემას, ეს ეხება იმ სახელმძღვანელოთა ავტორებს, რომლებიც შემთხვევით თუ არაშემთხვევით არიან მოხვედრილები ამ სახელმძღვანელოების ავტორებად, ასევე თვითონ შინაარსი ამ სახელმძღვანელობისა აღსაქმელად არის ურთულესი ბავშვებისათვის არაფრის მომცემი, ეს ერთი კუთხე და ეს გრიფირების მაფია კიდე დღესაც მუშაობს წარმატებით და ის რომ ერთი და იგივე საგანში რამდენიმე სახელმძღვანელო გაგვაჩნია, ის რომ თქვათ საქართველოში ქართული ენის გრამატიკას აღარ ვასწავლით, რომელსაც მთელი სიცოცხლე შეწირა ცხონებულმა ცოვანმა აკაკი შანიძემ, მეორე კლასიდან ვასწავლით ინგლისური ენის გრამატიკას, ის რომ საათური განაწილება ისეთი ფუნდამენტალური საგნებისა, როგორიც არის მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მშობლიური ენა და ლიტერატურა, ქართული ენა და ლიტერატურა, რო ქვია ახლა საქართველოს ისტორია, ისწავლება აბსურდული თემატიკებით. და ყველაზე მთავარი რაც არის ის რომ საათობრივი განაწილება მოცემული საგნებისა არის მართლაც ყოველგვარ კრიტიკას მოკლებული. ის რომ თქვათ გამრავლების ტაბულას სჭირდება მაგალითად თქვათ 5 საათი რომ სრულყოფილად ისწავლოს ბავშვმა. გამოყოფილი აქვს 3 საათი. მე ახლა
რომ მაყურებელმა გაიგოს. ის რომ ნიუტონის კანონების თქვა პირველი, მეორე, მესამე კანონის შესწავლას თქვა გჭირდება 10 საათი, რომ სრულყოფილად აითვისოს მოსწავლემ, გამოყოფილი აქვს თქვა 5-6 საათი. ანუ აი ამ საათურ განაკვეთებშიც ამ ბოლონის სისტემიდან გამომდინარე სპეციალურად ისეა დაგეგმილი, რომ მოსწავლემ არასრულყოფილად აითვისოს შესაბამისი საგნები. და მშობლებს გონიათ, რომ ეხლა სკოლაში თუ დადიან ბავშვები, გინდათ სპეცსკოლები იყოს, იმიტომ რომ განათლების კანონი ყველასთვის სავალდებულოა და არ გეგონოთ, რომ რაღაც განსხვავებულს თუ ეხლა არ ჩავთვლით აი ტრადიციულ სპეცსკოლებს, კომაროვის და ასე შემდეგ, სადაც გაძლიერებული თქვათ მათემატიკა ან სხვა საგნები ისწავლება, დანარჩენი ფაქტიურად საქართველოში განათლების დონე სკოლებში ყველგან ერთნაირია ბავშვებში და ამას შეიძლება კიდევ დავუმატოთ ის, რომ არა მარტო საათობრივი განაწილება, არამედ სკოლებში მე-11-მე-12 კლასები არის ზედმეტი ფაქტიურად. ჩვენ მასობრივად უყურებთ, რომ მე-11-მე-12 კლასელები არ დადიან სკოლაში, ძირითადად სხვა საქმით არიან დაკავებულები, ან რეპეტიტორთან დადიან და სკოლებში გაჩნდა კიდე ახალი პრობლემა ნარკომანიისა და ფაქტიურად ნარკომანიის პრობლემა საქართველოს სკოლების ზედა კლასებში მასიურად არის მოდებული. ეს ეხება არა მარტო დედაქალაქს და ვთქვათ დიდ ქალაქებს, არამედ ჩვეულებრივ სოფლებსაც სამწუხაროდ ჩვენ. ანუ გამოდის, რომ განათლების სისტემა მთლიანად მოშლილია საქართველოში და ამას ემატება კიდევ შემდეგი პრობლემა. ეს არის გამოცდების მოხსნა ყველა კლასებში. ისე რომ ადრე ვთქვათ მე-5 კლასი იქნებოდა, მე-6 კლასი თუ დამამთავრებელი მე-8 თუ მე-10 გამოცდები არსებობდა, ხო? გარკვეულ საგნებში იქნებოდა ეს მათემატიკა, ქართული ენა, ისტორია და ასე შემდეგ. დღეს ფაქტიურად არც ერთი კლასი დამამთავრებელი იქნება თუ შუალედური გამოცდას არ აბარებს მოსწავლე. ანუ პასუხისმგებლობა სწავლის მიმართ არის ნული მოსწავლის მხრიდან. რითი უნდა შეაფასოს მასწავლებელმა მარტო გაკვეთილზე მოსწავლეს ვერ შეაფასებ ერთი გაკვეთილით და ეს კრიტერიუმი არის ძალიან სუსტი. და გამოდის, რომ თუ ეროვნულ გამოცდებზე გვინდა რომ ნორმალური კონტინგენტი მოვიდეს, ბავშვი უნდა ვატაროთ რეპეტიტორთან. ანუ სკოლა არაფერს არ აძლევს და ფაქტიურად მე-11-მე-12 კლასებში მშობლები რეპეტიტორთან ატარებენ ბავშვებს. ეხლა რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, ანუ ასე მივყვეთ აუცილებლად. ეროვნულ გამოცდებზე ესეთი ეგრეთ წოდებული საგანი იყო უნარჩვევები, ეხლა რაღაცები შეცვალეს. მაგრამ ფაქტიურად სკოლაში ეს საგანი არ ისწავლება უნარჩვევები. სამაგეროდ ვთხოვთ ეროვნულ გამოცდებზე და თუ არ მოამზადა მშობელმა, ანუ თუ გარკვეული ხარჯი არ გაიღო, ფინანსურ ხარჯებზე ლაპარაკი ამ გაჭირვებულ ქვეყანაში, ბავშვი ეროვნულ გამოცდას ვერ ჩააბარებს. ჩვეულებრივი საშუალო საჯარო სკოლის კურსდამთავრებული უნდა აუცილებლად იქნას მომზადებული. აი ეს არის ის, რომ არ შეესაბამება ეროვნული გამოცდების პროგრამა, მისაღები გამოცდების პროგრამა სკოლაში მასწავლის საგნების პროგრამას. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ასევე უმნიშვნელოვანესია. მოგეხსენებათ, რომ კომუნისტური რეჟიმის პერიოდში არსებობდა პედაგოგიური ინსტიტუტები, ეს იქნებოდა თელავის, გორის, იგივე თბილისის პუშკინის სახელობის, შემდეგ სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტები, უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი, სადაც ზუსტად სკოლის პედაგოგებს ამზადებდნენ. ასეთი ინსტიტუტები, ასეთი ფაკულტეტები ყოველ შემთხვევაში უცხოეთში, ეს ევროპის ქვეყნები იქნება თუ სხვა ქვეყნები, ყველგან არსებობს ჩვენ მეზობელ სახელმწიფოებში, მაგრამ ჩვენ რატომღაც გავაუქმეთ და გადავაქციეთ უნივერსიტეტებად, სადაც პედაგოგებს აღარ ამზადებენ. აღარ არის ეს როგორც სპეციალობა პედაგოგი,
როგორც კვალიფიკაცია პედაგოგი აღარ არსებობს და ესე შემთხვევითი კადრი სკოლა იქნება ეს თუ საშუალო სოფლის სკოლა იქნება თუ ქალაქის სკოლა ესე შემთხვევითი კადრი ხდება სკოლის მასწავლებელი. ეს იყო უდიდესი შეცდომა, რომელმაც გამოიწვია პედაგოგიური კადრების დონის დაწევა საქართველოში. აი ამ განათლების სახელმწიფო პოლიტიკის გამოა, რომ ფაქტიურად მომავალი თაობის ცნობიერება ჩვენ თვითონ გავანადგურეთ. და მეორეც ნახეთ სკოლის სახელმძღვანელობიდან ამოვიღეთ ისეთი საგნები, ან არასრულყოფილად დავტოვეთ, როგორიც არის საქართველოს ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა. აღარ ვასწავლით ჩვენ კლასიკას. წარმოიდგინეთ, როგორი ძლიერი წინაპრები ყავდა, ეს ხნებოდა გრიგოლ ხანძთელი, რუსთაველზე აღარაფერს ვამბობ, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, რომლებმაც იაკობ გოგებაშვილი, იაკობ გოგებაშვილი ყავდეს ქვეყანაში და 9-ნაირი დედაენით ვასწავლით პირველ კლასებს. როდესაც უნიკალური დედაენის სისტემა თვით დიდმა ბრიტანეთმაც კი აიღო რა და აღარ ვამბობ სხვა ქვეყნებზე. არ ვასწავლით ჩვენ კლასიკას, ანუ ჩვენ თვითონ ჩვენ ხელისუფლებაზე ვამბობ და ხელისუფლებებზე ვამბობ, ვავიწყებთ მომავალ თაობას, ვისი გორისანი არიან. და ფაქტიურად ამოვიღეთ ისეთი საგანი სკოლიდან, როგორიც არის რელიგია, რელიგიათმცოდნეობა, ღვთისმეტყველება, რომელსაც ყველგან ასწავლიან ევროპის ქვეყნები გინდა თუ აზიის ქვეყნები. აზერბაიჯანში მაგალითად პრეზიდენტ ალიევის ბრძანებით სავალდებულოა ყურანის და აზერბაიჯანის ისტორიის სწავლება. თვით საბავშვო ბაღიდან ასწავლიან და ყველა ბავშვმა იცის აზერბაიჯანელმა, რომ მათი წინაპრები იყვნენ ალბანელები. წარმოიდგინეთ. ჩვენთან მე მახსოვს ერთი რამდენიმე წლის წინ ატეხილი იყო ერთი ამბავი, როდესაც მასწავლებელმა, არ ვიცი ეს წალკის თუ თეთრი წყაროს რაიონი იყო, ღვთისმშობლის ხატი გააკრა სკოლაში და ის მასწავლებელი გააძევეს სკოლიდან. აკრძალულია ესე იგი, ვთქვათ, თვით საქართველოს მართლმადიდებელი ქვეყანაა და ხატის ეს წმინდა გიორგი იქნება ღვთისმშობელი თუ მაცხოვრის ხატის გააკრა სკოლაში. ანუ ფაქტიურად მოდის თაობა, რომელმაც არ იცის, რომ ეს არის უდიდესი ქრისტიანული ქვეყანა და ჩვენ რატომღაც ვფიქრობთ, რომ ამით შეურაცხყოფას მივაყენებთ სხვა რელიგიის წარმომადგენლებს. აბა თურქეთში ახლა ვინმე თქვას, რომ არ არის თურქი და პატივს არ მიაგებს მაჰმადს. აი ჩვენთან აი ესეთი რადიკალური ღონისძიება ჩაატარა სააკაშვილმა და ეს პროცესი გრძელდება სამწუხაროდ. განდევნეს სამღვდელოება სკოლებიდან, მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი თეოლოგი და სამღვდელოების წარმომადგენელი სკოლაში ასწავლიდა და შეცვალეს მანდატურებით. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ ბავშვების სულიერი აღზრდა, რასაც ვამბობთ ჩვენ და ასევე პატრიოტული აღზრდა ნუს ქვემო ნიშაზე ჩამოვიდა. სკოლებში გახშირდა ძალადობის შემთხვევები, მკვლელობის შემთხვევები, სისხლიანი გარჩევების და ჩხუბების შემთხვევები. ეს ყველაფერი აი ამის ბრალია, რომ არ ასწავლიან არც რელიგიას, არც სამშობლოს სიყვარულს, არც საქართველოს ისტორიას და აი ამ მანდატურების იმედად დატოვეს მომავალი თაობა. იგივე შეიძლება ითქვას უმაღლეს სასწავლებლებზე, ნელ-ნელა გავყვეთ ამას, იმიტომ რომ უმაღლეს სასწავლებლებში ფაქტიურად ფასიანმა სწავლებამ შემოიღო ის, რომ თავარია ფული შემოიტანოს სტუდენტმა და იგი თუ ფული აქვს შეტანილი, ფაქტიურად 100% გარანტირებული აქვს, რომ დაამთავრებს თავის საბაკალავრო პროგრამას, შემდეგ სამაგისტრო პროგრამას და ასე შემდეგ. და ასევე ძალიან გაადვილდა სადოქტოროების დაცვა, მაგრამ საქართველოში რამდენია მეცნიერი ჭეშმარიტი და რამდენია მკვლევარი, ვინც მეცნიერულ კვლევებს ეწევა. და აი ეს პრობლემა მთლიანად ერთმანეთთან არის ყველაფერი, აი სკოლიდან დაწყებული, გადაჯაჭვული ერთმანეთთან, უმაღლესით დამთავრებული და ამას მივყავართ ასევე მეცნიერების სახელმწიფო პოლიტიკასთან. არავითარი ხელშეწყობა არ აქვს
დღეს ვთქვათ მეცნიერულ კვლევებს საქართველოში და არ არის გამოყოფილი ის მეცნიერული კვლევის პრიორიტეტები, რომელსაც უნდა ეფუძნებოდეს ჩვენი ქვეყანა. ამაზე უნდა იყოს აკინძული მე და აკინძული ქვეყნის სიძლიერე ეხლა ისევე როგორც სპორტში ეხლა ჩვენ ვერ შევეჯიბრებით ვერც კანადელებს და ვერც რუსებს და ვერც ამერიკელებს შაიბიანი ჰოკეის თამაში ხო და ჩვენი თქვა პრიორიტეტია იქ ჭიდაობა, რეგბი, ფეხბურთი და ასე შემდეგ. ასევე მეცნიერებაშიც უნდა იყოს გამოყოფილი პრიორიტეტები. ეხლა ჩვენ ხედავთ რომ თქვა იაპონია იქნება, ჩინეთი იქნება თუ დასავლეთ ქვეყნები იქნება ეს ინფორმაციული ტექნოლოგიები რა დონეზეა რა. მაგრამ ქართველობა არის უნიჭიერესი ხალხი და ეს მეცნიერული მიმართულებები უნდა იყოს გამოყოფილი და ამის ბრალია რომ ფაქტიურად ჩვენთან მეცნიერული პოტენციალი, როდესაც თქვა აი სტატისტიკურად თუ ავიღებთ 90-იან წლებს საქართველოში დაახლოებით 50,000-ით ზოგიერთი მონაცემებით 70,000-მდე მეცნიერ მკვლევარი იყო და მეცნიერ მუშაკი. დღეს იცით რომ ეს ციფრი სადღაც 2000-2500-ია დაცემული და ეს საგანგაშო ციფრია. არ გეგონოთ რომ ეს ქვეყნისთვის კარგია. ჩვენ არა მარტო ჩვენი ბაზარი, სოფლის მეურნეობის ბაზარი მიება უცხოეთს, თურქულს, ჩინურს თუ ასე შემდეგ ბაზრებს. არამედ ჩვენი მეცნიერული კვლევებიც ფაქტიურად ნულის ნიშნულთან არის, იმიტომ რომ ხელშეწყობა არ აქვს მეცნიერულ კვლევებს, ან კიდე ხდება ჩვენი ტვინების გადინება ქვეყნიდან, ნიჭიერი ხალხისა, ნიჭიერი სტუდენტების, აი გვიხარია რომ იცი რა, აი ჩემმა შვილმა ჩააბარა რაღაცა ისენი და აი მიყავთ ვაშინგტონში მიყავთ თუ პარიზში მიყავთ თუ იმაში მიყავთ ტოკიოში არა მე ის უკან აღარ ბრუნდება ის საქართველოს დაკარგულია ის ტვინი უკვე და ფაქტიურად ცარიელდება ჩვენი მოაზროვნე პოტენციალი ქვეყნისა აი ეს პოლიტიკა შესაძლებელია ანუ მეცნიერების სახელმწიფო პოლიტიკა შესაძლებელია ამ კუთხით და აი ეს განათლების მთლიანი პოლიტიკაა შესაძლებელი იმიტომ რომ 2005 წელს მიღებული ამ ლომაიას სააკაშვილის დროინდელი ფაშისტური რეჟიმის დროს მიღებული კანონით დღესაც მუშაობს ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემა და ნახეთ ვინ იყვნენ ის განათლების მინისტრები იმ სააკაშვილის დროს ნიკა გვარამია, ხატია დეკანოვიძე, შაშკინი, გია ნოდია აი ესეთი ხალხი რომლებიც მე რუსთაველზე დგანან და მთავრობის დამხობისაკენ მოუწოდებენ იმ ახალგაზრდობას. რომლებიც თვითონ გაზარდეს. რომლებიც თვითონ გაზარდეს. ეხლა ამას ემატება ის რომ თვითონ ილიაონი იქცა ერთ დიდ ბუნაგად ამ ნაციონალური მოძრაობის, სადაც შემოკრებილია ეს ეგრეთ წოდებული მეცნიერულ პედაგოგიური კოლექტივი, ფაქტიურად იმ პოლიტიკური ნაღებისა, რომელიც ნაციონალურ მოძრაობაში იყო, ეს თუთფერიძეები, რატიანები და ჯაფარიძეები და ბერძენიშვილები, რომლებიც ამ თაობას ზრდიან, რომლებიც მე რუსთაველზე დგანან და გაეძახიან ათასნაირ სიბინძურეს, არა? ანუ სოროსის, ასე ვთქვათ, ოფიციალური სოროსის ოფიციალური ფილიალია ილიაონი. კი ბატონო. და ეს დღეს კი არ დაწყებულა, ეს წლების განმავლობაში გრძელდება. სამწუხარო აქ კიდე არის მეორე მომენტი, რომ სააკაშვილის რეჟიმის შემდეგ არც ახალმა ხელისუფლებამ არ შეცვალა ეს მიმართება, მათთან მიმართება და აი მაგალითად არსებობს ასეთი რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, რომელიც აფინანსებს წარდგენილ პროექტებს, არა? აი წელს 37 პროექტი დაუფინანსა ილიაონს. სამეცნიერო ყველაზე მეტი. როგორც წესი ყველაზე მეტად დაფინანსება ხდება ამ პროექტებისა. აი მე რამდენიმე პროექტს წავიკითხავ და მიხვდებით რადონის პროექტებს უფინანსებენ ილიაონს. აი სხვადასხვა აი მაგალითად ავნებლობის ხარისხი რო წარმოვიდგინოთ. წარმოვიდგინოთ, ეს არის აქ არის ლაპარაკი სოსო ასეულ ათასებზე, მილიონებზეა ლაპარაკი, მილიონ ლარზეა ლაპარაკი და დიდ თანხებზეა ლაპარაკი. აქ 200,000, 300,000, 400,000 და ასე შემდეგ. აი მაგალითად
2023 წელს დაფინანსებული თვალში რომელიც მომხდა ადამიანის და მგლის კონფლიქტი საქართველოში რეალური და მოჩვენებითი პრობლემები რეგიონში სადაც მგელი ჯერ კიდევ ეკოსისტემის ბუნებრივი შემადგენელი ნაწილია. აი, ასეთი თემა სამწლიანი. რამდენია გამოყოფილია მოაღრესაც საჭირო? სადღაც 1-300,000 მინიმუმ, იმიტომ სამწლიანი პროექტია. მე ისევ ილიაუნს აფინანსებენ, ეხლა მგლები ხომ მოჩნენ, ეხლა აი წელს რა დააფინანსეს, აი ტურის რაღაც ჯიშია განიუს, იურიუს, ეხლა ვითომ ჯიშებსაც ვარჩევთ ტურების. ტურა განიუსის ადამიანის მიერ შეცვლილი ლანდშაფტებში შეუძლია თანაარსებობა თუ არა და ჰარმონიული ცხოვრება ადამიანებთან ერთად. ტურებს. ამაზე ეს აი ასეთი ხო გეცინებათ, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ამაზე მიდის ჩვენი სამეცნიერო პოტენციალი, საბიუჯეტო თანხები, ეს საბიუჯეტო თანხა არ არის რაღაცა კერძო თანხა. აი ისევ გენდერული თანასწორობა და კორპორატიული მდგრადობა ქართული კომპანიების ზედა ეშელონებში. რამდენია ამაზე გამოყოფილი ეს გენდერული თანასწორობა? კი, ამაზეც 1-200,000. სხვათა შორის ამოიღეს ეს გენდერი ყველა ემიგრანტის. კი, არა, ეხლა ეს ჯერ კიდევ როგორ გიკადრებათ ეს. დღეს გუში დღებულ მიიღეს ხანონი. თუ არ ვწდები გამოდიოდა. მე აი მაგალითად სააკაშვილის დედის უნივერსიტეტს საქართველოს ნახეთ მოსახლეობის დინამიკა სამხრეთ კავკასიაში ადრეული ბრინჯაოდან რკინის ხანამდე დედოფლის მინდვრის არქეოლოგიური კომპლექსის მიხედვით. აი, ნახეთ, ან კიდე თქვათ იგივე სამუშია, რომელიც ადრე ამ ფონდის დირექტორი იყო, ეხლა ნახეთ ჯავახიშვილის უნივერსიტეტიდან ვითომ მეტი საქმე არ აქვს ამ ხელა დიდი ტრადიციების მქონე უნივერსიტეტს. ანატორიის აკლდამაში დაკრძალული პირების ანთროპოლოგიური და გენეტიკური კვლევა სიკვდილის გამომწვევი მიზეზების შესაძლო კავშირი ინფექციურ დაავადებებთან. თქვა და არ არის შესაძლო კავშირი ისთვის აძლევ ფულს, ხო? გასაგებლობა აქვს ამას აქტუალობა რა არის, აქტუალობა რა არის. დაუშვათ იყო ან არ იყო ეს ინფექციური. ხო, აი ასეთი თემები, აი ამიტომ ვამბობ რა, ესე იგი, მაგაზე რამდენია გამოყოფილი განსაკუთრებით? დიდი თანხებია 200-300,000-ია ყველაზე აქ. აქ ლაპარაკი დიდ თანხებზე მინიმუმს გეუბნები მე. მაშინ როდესაც რამდენი საკითხია, მასზე გამოსაკვლევი. აი ესე ვთქვათ, ცეცხლი გვიან ბრინჯაო ადრერკინის ხანის დასავლეთ ამიერკავკასიის დაკრძალვის რიტუალში ბუნებრივი აუცილებლობა თუ კავშირი ევროპულ კულტურასთან. აი ეგ ძალიან ეგ პოლიტიკურად აქტუალურია და ევროკავშირი არ არის, მაგ დროს ევროკავშირი არ იყო და იქ არ მიდიოდა. აი კიდე ყველაფერი არ ამოვიწერე. აი კარგია. საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ისლამური არქიტექტურის ძეგლებში წარმოდგენილი კედლის მხატვრობის და დეკორატიული ელემენტების კვლევა და დაცვის რეკომენდაციების შემუშავება. გელათი თავზე გვენგრევა და ბაგრატი და ისინი და აი ასეთ თემებზე ხდება სწორება და ასეთი თემების არ ვიცი ახლა ეს შეგნებული პოლიტიკა სახელმწიფო ეს საიდან თუ არ ვწდები მაგას ეს არის რუსთაველის ფონდის აი კიდე წავიკითხავთ ახლა აი ახალს იქსევ თუ შაშანდე 2024 წლის წიწილებში ილიაუნი ისევ წიწილებში მხედველობითი იმპრინტინგის მხედველობის კორექციის გაუმჯობესება რეკოგენციური მეხსიერების კუთხით აი წიწილებში ახლა ის ტურები და კლები ხო მოჩნდა და ახლა ანუ იმპრინტინგი რო გაუმჯობესეთ როგორ იმპრინტინგი ანუ აქმა რო გაუმჯობესეთ წიწილებს ეს ფერმებზეა ლაპარაკი უკაცრავ თუ ჩაწვდი აი პირდაპირ ასეთი ამოწერილი მაქვს წიწილებში ასე იწყება მე ვთქვათ იგივე ისტორიის დარგში საქართველოს და სომხეთის პერცეფცია დასავლურ და აღმოსავლურ წყაროებში შუა საუკუნეებში აი ასეთი თემების დაფინანსება ხდება წიწილებმა საბოლოოდ ესე გამანადგურა რა ისე ვილიაუნი მოდერნულობის ინსტიტუციონალიზაცია საქართველოში იმპერიისა და პერიფერიის თანაკვეთაზე ვილიაუნის თემა
სერიოზული თანხები ჭირდება. ათასები, იმიტომ აი კლიმატის და გარემოს ცვლილებები ჯავახეთის ზეგანზე, მიგნებები ბრინჯაოს ხანის მეგალითურ კულტურას ელიას უნივერსიტეტი. აი ასეთი თემების დაფინანსება ხდება, აი ლიაონი ისევ მეორე მსოფლიო ომი და ყოველდღიურობა საბჭოთა საქართველოში. აი ხედავთ რა ახლა ამაზე ერთი რამე ორი სიტყვით უნდა ვთქვა ზოგადად აი ბატონმა ვაჟამ როგორც ესე ვთქვა სისტემურად განიხილა ხო როგორ უნდა იყოს უნდა იყოს სახელმწიფოს პრიორიტეტები განსაზღვრული რა დარგებს ვანვითარებთ ანუ რა ეს ყველაფერი უნდა იყოს სახელმწიფო ინტერესში რა თქმა უნდა ეს პრიორიტეტი შემდეგ ამის მიხედვით უნდა ხდებოდეს სკოლის ასაკიდანვე ბავშვების შერჩევა, მათი წახალისება, მათი განათლების, მათი უმაღლესი უნდა მიყვეს სახელმწიფო სპეციალურად ამას და ის დისერტაციებიც უნდა იყოს ამ პრიორიტეტების მიხედვით დალაგებულა. დისერტაციებს ახლა ამ კვლევებს რო აკეთებენ უპრაკოვნოთ ესე იგი საერთოდ აი რაც გამოჩნდა, რაც ჩანს აგერ, ხო, რომელიც არავის არ ჭირდება. იცავს რაღაცას ისე რომელიც არანაირ სისტემაში არ ჟდება. ნებისმიერ სადოქტორო დისერტაცია ეს უნდა იყოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ეს ხო ელემენტარულია თითქოს, მაგრამ დღემდე ჩვენ აი ფანტავთ ესე ადამიანურ და ფინანსურ და ყველანაირ რესურსებს და შედეგებიც გვაქვს აგერ უზარმაზარი როგორც ერთი დიდი პოლიტიკოსი იყო და სახელგანთქმული რომელმაც არაჩვეულებრივი ესე იგი 8 წელი გაიღო საქართველოს წინაშე 5 მილიარდი დაგვედოვალი მაშინ ორჯერ წამოწეული შედეგად ხო და შემდეგ ესე იგი ჩვენ რა დიჯდა ვიცე-სპიკერი და ახლა ოპოზიციაში გადავიდა ანუ ეს საერთოდ გასაოცარია აი ეს ხდება სამწუხაროდ ჩვენთან აი ეს მეცნიერების და ზოგადად განათლების სახელმწიფო პოლიტიკა ანტისახელმწიფოებრივია, მე ვიტყოდი, ანტიქართული, ანტიეროვნულია, როგორც სკოლებში, ისე უმაღლეს სასწავლებლებში და ისე შემდგომ სამეცნიერო კვლევების კუთხით. ეს არის ძირფესვიანად შესაძლებელი და ჩვენ ნუ გვიკვირს, რომ მე მოდის მომავალი თაობა, რომელსაც გონია, რომ ჩვენი ბედნიერება არის დასავლეთში, რომ ჩვენი ბედნიერება ლურჯი დროშების შემოხვევით სირბილი და სიარული და ჩვენი მტერია რუსეთი და თქვათ თურქეთი მეგობარია, ან ის მეგობარია. საქართველოს არასდროს მეგობარი არ ყოლია, პოლიტიკაში მუდმივი მეგობრები არ არსებობენ, ეს ცნობილი გამოთქმაა, მე არ მომიგონია და სამწუხაროა, რომ დონე სტუდენტებისა აი ახლა თქვენ ახსენეთ მე 80 წლიდან ვკითხულობ ლექციებს და ძალიან დაბლა ეშვება, იცით? სკოლების დონე უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების. მოდიან ბავშვები, რომლებმაც ელემენტარულად არ იციან რამდენი სახარება არსებობს. აი ქრისტიანული ქვეყანაა საქართველო. არ იციან ვახტანგ გორგასლის ძეგლის სადგა თბილისში. არ იციან სვეტი ცხოველი სად არის. აი რო შეეკითხები ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ სალობიეს გზაზე რომ მივდივართ არა სალობია იციან აი აქედან გამომდინარე ვამბობ მე და გულის ტკივილით ვამბობ ამას ნიშნის მომენტად ამიტომ რომ აი 90-იანი წლების სტუდენტობა თავისი ეროვნული თვითშეგნებით გაცილებით მაღლა იდგა დღევანდელ მომავალ თაობაზე ვინც არიან და ჩვენ ვამბობთ რომ კი ნიჭიერი მომავალი თაობა მოდის მაგრამ რას ვასწავლით? აი მამები წინა თაობა რას უტოვებთ ამათ? მათ იციან ისეთივე სიყვარულით ჩვენი სამშობლოს, ჩვენი საქართველოსი, როგორც ჩვენ ვიცოდით? ესენი კი გაწირავენ თავს სამშობლოსთვის მართლა ომი რო დაიწყოს? მე ვიცი რომ ჩემი თაობის ბიჭებმა და ჩემმა მეგობრებმა თავი დადეს. ეს იქნებოდა აფხაზეთის თუ სამაჩაბლოს კონფლიქტები, მაგრამ დღეს ხო უყურებთ რა სიტუაცია რა და საით მიაქანებს ეს ლიბერალიზაციის ლიბერალური ტალღები მომავალ თაობას და პირიქით, როდესაც ესეთი შემოტევა, გლობალური შემოტევა ლიბერალური პოლიტიკისა, მსოფლიო ლიბერალური პოლიტიკისა, გამოსავალი რა არის ხლა ეს ამაზე ვისაუბროთ. სწორედ უნდა შეიცვალოს ჩვენი დამოკიდებულება იმ მონური განათლების სისტემის მიმართ, რომელიც როგორც კოლონიურ ქვეყანას დაგვადგა ჩვენ თავზე დასავლეთმა.
ეს იქნებოდა დასავლეთ ევროპა თუ ამერიკის შეერთებული შტატები. აი ამით ბოლო მოუღო ნელ-ნელა 90-92 წლის შემდგომ საქართველოს მომავალს. დღეს ეს უნდა შევცვალოთ ჩვენ თუ გვინდა რომ მომავალი თაობა მართლაც თავისუფალ და არამონურ საქართველოს ცხოვრობდეს, თორე ჩვენ ახლა მოსკოვის უღელი თუ გადავიდგით და სტრასბურგის, ბრიუსელის და ვაშინგტონის უღელი დავიდგით, რა მნიშვნელობა? ბატონი ბატონია რა. ანუ ის სიამაყე, ეროვნული სიამაყე ხალხს ჩაკრული აქვს და თავისუფლება იმ დასავლეთში გონიათ. ეს არის მცდარი იდეოლოგია, ლიბერალური იდეოლოგია, ეს არის ტროცკისტულ ბოლშევიკური იდეოლოგია 21 საუკუნის საქართველოსთვის. ამიტომაც სასწრაფოდ უნდა მიღებული იქნას უპირველესად ახალი განათლების კანონი. უპირველესად და ამ განათლების კანონის მიღებაში ჩართული უნდა იყოს ძალიან ბევრი ადამიანი, განათლებული ადამიანი, ვისაც ქვეყანაზე გული შესტკივა. არა იმით კი არა რომ ამან 9 ენა იცის და ინგლისური იცის, ან რუსული და თურქული და არა. აი ვინც ეროვნული ცნობიერების იქნება. ძალიან კარგი განათლების სისტემა იყო იმ 90-იან წლებამდე. ჩვენ ბევრი რამე უნდა ავიღოთ იქიდან. როგორც ტექნიკური საგნებიდან ეს იქნებოდა მათემატიკა, ფიზიკა, ასტრონომია, ქიმია თუ სხვა, ასევე ქართული ენა და ლიტერატურა აუცილებლად უნდა დაბრუნდეს სკოლაში ქართული ენის გრამატიკის სწავლება. ბავშვები არასწორად მეტყველებენ. ბავშვები კი არა ტელევიზიით მეტყველებენ არასწორად, იქნებ ჟურნალისტებზე აღარ ვამბობ, ეგრეთ წოდებულ ჟურნალისტებზე. ჟარგონებით, ჯესტებით, რაღაცა უცხოური ტერმინებით საუბარია რა, თითქოს მოდად იქცა და ეს თანამედროვეობას ნიშნავს, არა ბატონებო, ეს პირიქით კულტურობას ნიშნავს. ხო, აი ეს ქართული ენის სიწმინდეზე ზრუნვა სწორედ კანონშივე უნდა იყოს ეს დაფიქსირებული და ცალსახად გამოხატული. ამიტომაც სასწრაფოდ ახალი კანონია მისაღები და ახალი პრიორიტეტებია განათლების კუთხით გამოსაყოფი. როგორც სკოლის სწავლების საათობრივი განაწილების მხრივ, აი რაც თქვი, შემთხვევით არ თქვი, იმიტომ რომ არასწორად აქვს შეგნებულად დათმობილი საათები მათემატიკას, ქართულ ენას და ლიტერატურას, საქართველოს ისტორიას, ფიზიკას და ასე შემდეგ. აი მეორად საგნებს, ვითომ სახელოვნებო საგნებს, არა? თუ ბარს აქვს ნიჭი მუსიკისა, სპეციალურ მუსიკალურ სკოლაში შეუწყოთ ხელი რომ იაროს. თუ აქვს სპორტის ნიჭი, სპორტულ წრეზე იაროს. თუ აქვს ხატვის ნიჭი, სამხატვრო წრეზე იაროს და არა მათემატიკის, ფიზიკის, ქართული ენის და ლიტერატურის ხარჯზე ჩვენ შევამციროთ საათები ამ საგნებისა და რაღაც მეორადი ხარისხის საგნებს დავუთმოთ საათები. აი ეს ძირფესვიანი ცვლილებებია სკოლას რაც შეეხება. ასევე უმაღლეს სასწავლებლებში ჩვენ უნდა შევცვალოთ უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო პოლიტიკა, რადგანაც ბავშვი რო ამთავრებს უმაღლეს და ვაძლევთ დიპლომს, მას უნდა ხელობა იცოდეს, თავისი უმაღლესი დონის ხელობა. ადრე რო ამთავრებდა ინსტიტუტს, თქვა ეს იქნებოდა პოლიტექნიკური ინსტიტუტი თუ სასწავლო სამეურნეო, ბავშვმა იცოდა რა უნდა გამოსულიყო. განაწილება იყო ის. განაწილება ღვინის ტექნოლოგია იქნება თუ ის იქნება. თუ არ გვინდა ამდენი ინსტიტუტები, ხო? გაერთიანება არ არის საჭირო. კი არ უნდა გავაერთიანოთ, არამედ თვითონ მაპროფილებელი საგნები უნდა და სპეციალობები უნდა იყოს წინა პლანზე წამოწეული. მეორეც, სოსო მე არ ვეთანხმები იმას, რომ საქართველო გადაიქცა სასტუმროების და კაზინოების და რაღაცა სათამაშო სახლების და დასასვენებელი სახლების ქვეყნად და მხოლოდ სასტუმროს მომსახური პერსონალი უნდა იყოს საქართველოში. მე მიმაჩნია რომ 33 წელია მიმდინარეობს საქართველოს კულტურულ საგანმანათლებლო და დემოგრაფიული გენოციდი დეინდუსტრიალიზაციის და საბანკო ყაჩაღობის ფონზე. აი ეს უნდა შეიცვალოს. თუ ჩვენ გვინდა რომ ქვეყანა გადარჩეს და ყოველთვის არ ვიყოთ სხვაზე დამოკიდებული. იმიტომ რომ დეინდუსტრიალიზაციამ გამოიწვია ის რომ თქვა ტექნიკურ უნივერსიტეტს ამთავრებს სტუდენტი და სადიმუშაოს არ იცის. არსებობენ მარტო ბაზრობები და ქსელური მარკეტები, სხვა არაფერი, ხო? და ჩვენ დავანგრიეთ ის ეროვნული წარმოება, რომელიც გაგვაჩნდა და რომელიც
რომლითაც სწორედ სულდგმულობდა ერი და გამართულად მუშაობდა. აი ამ კუთხით ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი და განათლების სახელმწიფო პოლიტიკა დაწყებული სკოლიდან აი ამ კუთხით არის შესაძლებელი. ეს არის ჩემი დიდი სურვილი, დიდი აი რო იტყვია ნატრა, რომ დავინახო, რომ ეროვნული სახელმწიფო პოლიტიკა ჩადებულია განათლების სისტემაში. რატო ამბობ ახლა ამას? ეს შემთხვევით არ ვახსენე აზერბაიჯანი. 2012 წელს მიიღო სწორედ ალიევმა აი ეს ბრძანება პრეზიდენტისა ყურანის და აზერბაიჯანის ისტორიის სავალდებულო სწავლების შესახებ. და შეცვალა აბსოლუტურად ამ კუთხით ყველაფერი. ნახეთ გამოვიდა ქართულ ენაზე ამ 7 წლის წინ დაახლოებით 8 წლის წინ ასევე სომხეთის ეკლესიის ისტორია ქართულადაც გამოსცეს. თუ ესე იგი სომხეთის ეკლესიის ისტორიას ჩვენ საქართველოში მცხოვრებ სომხებსაც ვასწავლით და სომხეთში ხო ასწავლიან ჩვენ და რატო არ შეიძლება რომ საგნად საქართველოს ეკლესიის ისტორია ისწავლებოდეს ამ უძველეს ქვეყანაში ქრისტიანულ ქვეყანაში ანდრია პირველი წოდებულის ნინო ქართველთა განმანათლებლების შემოტანილი ქრისტიანობა რატომ არ შეიძლება რომ ისწავლებოდეს სკოლებში საქართველოს ხო ისწავლებოდა ადრე რა 90-იანი წლების მერე 2000 სააკაშვილის პერიოდამდე საქართველოს ეკლესიის ისტორია ისწავლებოდა მერე რაღაცა შეცვალეს თეოლოგია ისწავლებოდა ღვთისმეტყველება რელიგიის ისტორია მაგრამ ბოლოს თუ ყველაფერი ამოიღეს კი ბატონო სკოლაში აუცილებლად უნდა დაბრუნდეს ეს საგანი აუცილებლად რელიგიის ისტორია საქართველოს ეკლესიის ისტორია ცალსახად უნდა დაბრუნდეს არავისთვის შეურაცხყოფა არ არის ამითი რომ შენი ქვეყნის უმთავრესი ბურჯის სულიერი ბურჯის ეკლესიის ისტორია იცოდე ამასთან ხო ყველაფერია თან დაკავშირებული ამასთან არის დაკავშირებული მთელი ჩვენი კულტურა და რა თქმა უნდა ახლა აი მაგალითად ბავშვები მიდიან ექსკურსიაზე ეკლესიაში ხო ელემენტარული განათლება არ აქვს ახლა აი მე სამთავრობის ტაძარში დავდივარ და აი შემოვიდა ექსკურსიაზე ვთქვათ მე-7 კლასელია გინდა მე-5 კლასელი გინდა შეიძლება ზურგშექცევი დადგეს აღსავლის კართან და ისე დაანთოს სანთელი სანთელი რომ უნდა დაანთოს იცის იმიტომ რომ ანთია სანთლები მაგრამ ის რომ თქვათ პირჯვარი გადაიწეროს როგორ უნდა გადაიწეროს სანთელი როგორ უნდა დაანთოს ღვთისმშობლის ხატის საითა მაცხოვრის ხატის საითა და ასე შემდეგ რატო ვისი სახელობისა ეს ტაძარი და რატო არაფერი არ იციან ხო ხო შეიძლება რომ ვასწავლოთ ისე საქართველოს ეკლესიის ისტორია რა თქმა უნდა ახლა რატო ვამბობ ამას ნახეთ როდესაც გაიხსნა გელათის აკადემია რომელიც მე-16 საუკუნის 20-იან წლებამდე აი გამართულად მუშაობდა ხო ნუ დავით აღმაშენებელმა ჩაუყარეს საფუძველი აუცილებელი სასწავლო საგნებში იყო ხო რიტორიკა თქვათ ასტრონომია მაგრამ ერთ-ერთი საგანი იყო სწორედ ეს რელიგიის ისტორია და საქართველოს ეკლესიის ისტორია ანუ და როგორი თაობა წამოვიდა რა როგორი თაობა იზრდებოდა და დღეს რატო დავივიწყეთ ეს ანუ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ისევ ფესვებს იმ ძველ ფესვებს საიდანაც ქართველიერი მოდიოდა და რომელიც მის უკვდავ სულს კვებავდა და აი რატომღაც ეს გადაგვიჭრეს და პრიორიტეტი უნდა იყოს სწორედ განათლება თუ განათლებული თუ არ არის ადამიანი ის საერთოდ მაშინ რა რადგინდა რამე თუ დაუშვათ ადამიანი ვერ აღიქვამს ამას და არ იცის რასთან რა არის დაკავშირებული ხო ანუ განათლება და კულტურა არის პრიორიტეტი დანარჩენი კეთდება ამისთვის აი ეს ახლა როცა საუბრობენ იმიტომ რომ ეკონომიკა რა თქმა უნდა განვითარდეს მაგრამ ეკონომიკა რო ვითარდება ეს და თუ ამას თან არ ახლავს და მიზანი არ არის რომ გაიზარდოს რაც შეიძლება მეტი განათლებული და კულტურული ადამიანი რომელიც ჩვენ ტრადიციებზე იქნება აღზრდილი ხო და იქნება საკუთარი ქვეყნის პატრიოტი და რადგინდა ის ეკონომიკა აი ის მის კითხვა ხო რაღაც ეს დაკარგულია ამის გარდა აი აბსოლუტურად ვეთანხმები ვაჟას რომ რასი თქვა რომ უნდა შეიქმნას დაუყოვნებლივ
იმ ამ ახალი განათლების გასაგებია რომ მიმდინარეობს რეფორმა ახლა რეფორმისთვის მზადება უფრო სწორედ აი ამოღებული იქნა იგივე გენდერზე როცა ვლაპარაკობთ ყველა უწყებიდან ის არასამთავრობოები საერთოდ გააგდეს ადრე ხო იყო ესე რომ არასამთავრობო უნდა დასწრებოდა ნებისმიერ უნდა შეეთანხმებინა ნებისმიერ სახელმწიფო გადაწყვეტილება არასამთავრობოს ესეც ახლა ძალიან კარგი რომ ძალიან კარგი მაგრამ ახლა კი ბატონო მაგრამ ფესვებია ამოსაღები ეს თავი რო წააჭრა არაფერს ისევე ამოიღო ფესვებია ამოსაღები იგივე ეს რაც ხდება მაგალითად განათლების სისტემაში იქ ჩაბუდებული ეს ასე ვთქვათ სოროსის წიწილები და გვრიტები დაუყოვნებლივ უნდა იქნან იქიდან ამოძირკული განათლების სამინისტრო ფაქტიურად იგივე კადრებით არის დაკომპლექტებული რაც ნაციონალური რეჟიმის დროს იყო და განათლების განყოფილებები ეს მუნიციპალიტეტებში ფაქტიურად უცვლელი კადრებია. ისე რომ აქ საჭიროა ძირეული ცვლილებები რა, აი კარდინალური ცვლილებებია, რადიკალური ცვლილებებია საჭირო, თორე აი მე რუსთაველის ფონდის მაგალითზე გითხარით და ეს ფონდი, ესე იგი აი რაღაცნაირად კორუფციის წყაროა, როგორც ავიხმები ამბობენ, უკანად კატები უბრუნდებათ და რაღაცა მთელი რიგი იმიტომაც არაფრის მომცემი კვლევები თემებით და თან საკვირველი რა არის ისოსო უკვე სამუშიას დროს სამუშიამ შემოიღო ვითომ ობიექტურობისათვის უცხოელ ექსპერტთა ამ ლიბერალური ფრთის რეკომენდაციებით უცხოელ ექსპერტთა შემოყვანა ქართულ მეცნიერთა შრომების შესაფასებლად ну, კი ბატონო, ეხლა თუ მე ბირთვულ ფიზიკაში მუშაობ და რაღაც კვანტურ მექანიკაში და რაღაცაში მუშაობ, შეიძლება ვთქვათ ეს იაპონელი ექსპერტი იქნება თუ გერმანელი თუ ამერიკელი, შეაფასოს ეს, მაგრამ როდესაც მე საქართველოს ისტორიის ვთქვათ მე-17 საუკუნის მონაკვეთს ვიღაც ამერიკელს აძლევ, თან ჩემ რეზიუმეს, თან იქ განსაზღვრულია, რომ 500 წინადადებაში, ისა 500 სიტყვაში უნდა ჩავტიო მთელი ეს სამუშაო კვლევა, რაც არის, თქვენ ხო ვიცით, ჩემი ორტომეული როგორც ну და აი ვიღაცა უნდა შემიფასოს და მე მომდის პასუხი ინგლისურ ენაზე. მე მგონი საქართველოში ჯერ ქართული ენა ხო, სახელმწიფო ენა და კონსტიტუციით. ჯერ ერთი უცხოელ ექსპერტს რატო ვაფასებინებთ, კაცო? ჩვენ ქვეყანა, რომელიც ევროპაში ჩვენი მეცნიერული პოტენციალით ერთ-ერთი პირველნი ვიყავით რა. ეს არის ჩვენი დამცირება, ანუ მეცნიერებაშიც კი კოლონიური უღელი დაგვადგეს ამ ლიბერალური იდეოლოგიის წარმომადგენლებმა. აი ეს არის უბედურება და ეს უღელი უნდა გადავიგდოთ. აუცილებლად. აი მაგალითად წარმოადგინე ხო თემა გიორგი სააკაძის ფენომენი ევროპულ და აზიურ წყაროებში. ეხლა რატო წარმოადგინეთ ეს თემა? ჯერ ადრე წარმოადგინეთ ევროპული წყაროები, ну დაიწუნეს. მე აზიური და ევროპული წყაროები ერთად. ეხლა ესე იგი გვწერს ვიღაცა უცხოელი იდიოტი, რომ გიორგი სააკაძის თურმე კავშირი ქონია რუსეთთან. ეხლა საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, ანუ ამ პიროვნებასთან. წერს რომ რა საჭიროა აზიური წყაროები. ესე იგი კაცი მოღვაწეობდა ირანში, მოღვაწეობდა თურქეთში, ოსმალეთში, ხო? მე თუ ისპაჰანის, თეირანის, სტამბულის უნიკალური წყაროები არ ამოვწიე, ამ პიროვნების შეფასება, ზუსტი შეფასება, პირუთვნელი შეფასება როგორ მოხდება, ხო? მე ამის თაობაზე ძალიან ბევრ მეცნიერს შევხვდი, იგივე ცხონებულ ნოდარ შენგელიას, სხვებს და სხვებს, რომლებიც უშუალოდ მუშაობდნენ, რომელსაც უშუალოდ შეხება ჰქონდათ ამ ისტანბულის წყაროებთან, იგივე სერგი ჯიქიას ქალიშვილმა თავისი რომ ნახა რომ მე შრომობდი ამ კუთხით მამამისის მთელი საარქივო ძალიან მნიშვნელოვანი მასალები მომცა და ნახეთ რომ ეს თურმე შესასწავლია დღეს აღარ მიდის ამაზე მუშაობა რა საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი გაყიდეს ის შენობა მელიქიშვილზე რომელიც არსებობდა სადღაც არის გადაგდებული უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის კაჩიგარიაში გონია რა და შეამცირეს შტატები და ყველაფერი მე შემთხვევით არ მოვიტანე ეს მაგალითი აზერბაიჯანის ისტორიის შენობა კი არა რა ვიცი რაზეა საუბარი ახლა და ჩვენ აი ესე ვეპყრობით ჩვენ ისტორიას და პასუხი მომდის ესეთი რომ რა საჭიროა ხო არსებობს ქართული წყაროები და ხო ქართულ წყაროებში არის იმდენი ლაფსუსია თქვათ იგივე ქართლის ცხოვრებაში ახლა დიდი ჯავახიშვილი საუბრობდა ხო და ვიღაცა ისე უყურებდა ამას რომ
აი ჰიპერკრიტიკული დამოკიდებულება აქვს ჯავახიშვილს. ჰიპერკრიტიკული კი არა, რეალური დამოკიდებულება ჰქონდა. აი პატარა მონაკვეთს გეტყვით მაგალითად. გიორგი სააკაძის პერიოდზე მე-17 საუკუნის 10-იანი წლები, როდესაც იოსებ თბილელი წერს, რომ ლუარსაბ მეფე იდგა ცხირეთის ციხეში უგრძნეულად მოსვენებით და თან ახლდა მოურავი და ის ქართლის ცხოვრების მემატიანეს ბერეგნატაშვილს და იგივე მე შემდეგ იქიდან გამომდინარე ვახუშტი ბატონიშვილსაც გონია რომ ესე იგი ეს ცხინვალში მდგომი მეფე ლუარსაბია ამ დროს იქ ცხინვალში დგა თეიმურას პირველი და თეიმურას პირველზეა საუბარი. ახლა წარმოდგენა არა აქვს მე რომ შემოვიდა თათარხანის ლაშქარი და ვითომ ცხინვალიდან რაღაცა ესე იგი 20 წუთში იქ აღმოჩნდა ცხირეთის ციხეში ლუარსაბ მეფე ხო ახლა ცხინვალიდან ცხირეთამდე ახლა ცხირეთის ციხეში ვინც ასულა დაახლოებით 100-105 კილომეტრია რა თუ პირდაპირ მანძილით ახლა მაშინ ვერტალიოტები არ იყო და რაღაც ხო და აი ესეთი უამრავი ლაფსუსია რომელსაც უნდა გასწორება ისტორიული წყაროების მოძებნა არქივულ მასალის მოძებნა კვლევა და უცხოელი ექსპერტი რაღაც იდიოტურ დასკვნას გააძლევს ეს რუსეთი საიდან მოიტანა ეს რუსეთი საიდან მოიტანა გეტყვით იმიტომ რომ ჩვენ ვითხოვდით ამ შეტანილ პროექტში რომ აუცილებელი იყო ვატიკანის პარიზის მარი ბროსეს სტამბულის თეირანის ისპაჰანის და პეტერბურგის არქივების შესწავლა ეხლა პეტერბურგის არქივი რატო პეტერბურგში არის დაცული რელაციები უცხოელი მისიონერების და განსაკუთრებით მარი ბროსე იყო პეტერბურგის აკადემიის საპატიო აკადემიკოსი ხო და მისი 132 ტომი ინახება იქა პეტერბურგის არქივში ცხონებულმა ძალიან კარგი მეცნიერი იყო სოსვალ იმბარაშვილი გორის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა მეგობრობდით ჩვენ ნათელში იყოს სულ რამდენიმე რელაცია დაამუშავა მარი ბროსეს რამდენიმე წელი მაგრამ რო ჩამოიტანა მითხრა მე რომ 132 ცალია კიდე ესეთი დიდი დასამუშავებელი და უნიკალური მასალა ეს დიმიტრი მეღუნეთუხუცის შვილზე მუშაობდა რომელიც იყო მარი ბროსეს ასპირანტი და ძალიან ბევრი მასალა ვაჟა დასამუშავებელი და რაღაცა ის მასალების ნაწილი რომ მაჩვენა რეზიუმებია გადავირიე რა საქართველოს ისტორია დეტალურად არის ესე იგი მარი ბროსე იყო უდიდესი ფრანგი ქართველოლოგი და ისტორიკოსი და რა ვიცი ნუ მეცნიერი სკოლა იყო იქა და პარამეტრებიდან შეყვარებული საქართველოზე და ეს აუცილებლად გამოსაკლევი და რა კი ეწერა ესე იგი იქ რომ ვატიკანის არქივი პეტერბურგის არქივი სტამბოლის არქივი ეს ჩათვალა რომ გიორგი სააკაძეს ესე იგი ურთიერთობა ჰქონდა ისა რუსეთში შეიძლება ეგონა კიდეც რომ პეტერბურგის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული ისეთი წერილია მოსული შეიძლება ის ფილმია გიორგი სააკაძე ნახა ძველი ფილმი და რუსი მოდისო აი მაგაზე გაიფიქრა აი ამაშია საქმე რომ ესეთი კურიოზულ იმამდე მივდივართ მე კითხულობს რა საჭიროა აზიური წყაროების შესწავლა როდესაც საქართველოშიც კარგად არის ცნობილი ჩვენ გვინდა რომ სწორედ იმ ქვეყნების წყაროები ამოვწიოთ სადაც ეს პიროვნება მოღვაწეობდა და ეს კარგი რატოა იცით მთელ მსოფლიოში იმართება სამეცნიერო კონფერენციები სეფიანთა ირანის და კავკასიის ურთიერთობის საკითხებზე. არავინ არ მონაწილეობს საქართველოსთან, რაც ბატონი გივი ჯამბურია გარდაიცვალა, ხო? ბატონი გივი ჯამბურია გარდაიცვალა. ფაქტიურად ამ კუთხით არავინ არ იკვლევს არც გიორგი სააკაძის, არც ამ ეპოქის ნიუანსებს უშუალოდ, აი ყველაზე საინტერესო და ყველაზე სისხლიანი შაჰ-აბასის შემოსევები და ეს პერიოდი. აი მაგაზე ვიტყვი და მე უყვირთ რატო არის როცა აღწერენ დაუშვათ აი მაგალითად რო ნახავ სეფიანთა ირანის ისტორიას ხო როგორც არის სხვადასხვა ასე გავრცელებულ წყაროებში თანამე როგორც აღიწერება ხო ასე გაკვირთ არის მოხსენებული საქართველოს საკითხი საერთოდ თითქმის ზოგან არც არის მოხსენებული ამ დროს ეს იმ დროს ხდება როცა სეფიანთა ირანის შაჰ-აბასის არმია ესე იგი ნახევარი განადგურდა საქართველოში და ამან საშუალება ამან არ მიცა საშუალება ბევრი რაღაც ღიგმები განეხორციელებინა შაჰ-აბას ისკანდერ მუშიძეს ხო რისთვის შახის შესახებ ხო ახლა შაჰ-აბასი ხო ერთ-ერთი უდიდესი მეფეა ირანელების შახია ირანელებისთვის ირანის ისტორიაში და რას წერს ისკანდერ მუში რომ
შახმაო საყვედურობს ფაქტიურად, რომ მთელი არმიის ნახევარი დატოვაო საქართველოსშიო და ამის გამოსწორებაო ირანმა მერეც ვერ შეძლო. ყიზილბაშთა არმია იმ დროს შედგებოდა, აი საუკეთესო ჯარი შედგებოდა 100,000-იანი არმია და გიორგი სააკაძესთან ომში 70,000 გაუნადგურა გიორგი სააკაძე, იმიტომ რომ მარტყოფის ველზე 30,000, მერე მარაბდის ველზე 15,000, მერე ქსანი ქარჩოქის ბრძოლებში და ასევე სამცხე-ჯავახეთში და ბირთვისის ციხე და ესენი და ნუ პატარ-პატარა ომები იქ ლისთან და იმათთან რომ 60 კატით 700 კაცს ანადგურებს და ესენი აი და ჯამში 70,000-იანი ისინი წერდა. ეხლა რატო ვამბობთ ამათ რო უკვირთ ამ რუსთაველის ფონდის ამ იდიოტ ექსპერტებს სამუშიას მოყვანილებს. ეხლა არ ვიცი დოჭვილია თუ რაღაცა გვარია. აი მაგალითად იყო ესეთი დიდი მეცნიერი ირანელი, ჩვენ გქონდა კავშირი სამწუხაროდ გარდაიცვალა კორონათის ამერიკის შეერთებულ შტატებში კითხულობდა ლექციებს ამ სეფიანთა ირანთა იარ შათერი. ეს იყო ირანის დიდი ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი. სადაც იგი გიორგი სააკაძეს როგორც დიდ გენერალს ისე მოიხსენებს და ამბობს, აი სინანულით ამბობს, რომ გიორგი სააკაძე რომ ამ ენციკლოპედიაში გიორგი სააკაძე რომ შაჰ-აბასის გვერდზე დამდგარიყო, ჩვენი არმია, ირანული არმია ევროპაში თავისუფლად გაიჭრებოდა და არავითარი პრობლემა არ ექნებოდა და დაამხობდა ოსმანების დაპყრობაზე იყო ლაპარაკი. ოტომანთა იმპერიასაც და გადავიდოდა აი ასეთნაირი ისენია შეფასებები გიორგი სააკაძეს და ეს ექსპერტი ამბობს, რომ იცი რა, აქ გიორგი სააკაძე ქართულ წყაროებით შესწავლილია ზედმეტია ახლა ამეთი შესწავლა და შეიძლება უბრალოდ პატარა რაღაცა ბროშურა პოპულარული წიგნი დაწერო მკითხველის გულის მოსაგებად. აი ამას პასუხობს მე წარმოვიდგინეთ. ესე იგი, როდესაც მხედართმთავარი იყო ერთ ისტორიაში. როდესაც ესე იგი პიეტრო დელავალეს უნიკალური ნაწერები ხო პირველად დაობეჭდეთ მისი წიგნიდან პიეტრო დელავალეს 1658 წელს გამოცემული წიგნიდან პირველად დაობეჭდეთ სრულყოფილად მისი წერილი სააკაძის შესახებ პიეტრო დელავალე როცა ურბან მერვეს წერს რომ სააკაძე იყო მტკიცე ქრისტიანი და მას ემორჩილებოდა თავისი ქრისტიანული სპეცრაზმი, სპეცმილიცია, ანუ აი დღევანდელი ტერმინებით ვთქვათ, მილიციას ხმარობს ის პიეტრო დელავალე. ჩვენ ეს როგორც იტალიურ, ძველ იტალიურ ენაზეც დაუბეჭდეთ, ფრანგულადაც დაუბეჭდეთ და სხვათა შორის აი გიორგი სააკაძის პიროვნების აღწერის ამ მომენტებით დაინტერესებულია ლუდოვიკო მე-14 და ფრანგული გამოცემა აი ჩვენ ვნახეთ ამ გამოცემის ის და მისი ხელშეხება გვინდა, იმიტომ რომ ბევრია ეს მასალა. არის გამოცემული ლუდოვიკო მე-14-ის პატრონაჟით, მისი ბეჭედი უზის. და იქ მისი თანაშემწე ანუ რეფერენტი მეფისა წერს, რომ ძალიან დაინტერესებულია და ამ პიროვნების მოღვაწეობით და მისი ამ როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური აზროვნების თავისებურებებით. და ჩვენ როდესაც ასეთ პრიორიტეტს ვთავაზობთ რუსთაველის ფონდს, რომ გიორგი სააკაძე ეროვნული გმირი, რომელიც ორი ძეგლი დგას საქართველოში, კაცო. და რომელზეც ფილმიც არის გადაღებული პირველზე, აი ფილმზე გამახსენდა, პირველზე პასუხი მოგვივიდა, რომ ვერ დაგაფინანსებთ, იმიტომ რომ სტალინს უყვარდა გიორგი სააკაძე და ჭიაურელს ფილმი გადააღებინა. ვერაფერი რო ვერ მოგვიწებნეს. ხო, აი მაშინ ტურები უფრო აქტუალურია. ხო, აი ეს ტურების რაღაცა კასიუს რაღაცა ჯიშის და წიწილების იმპრინტინგი, გლების რაღაცა ჰარმონიული თანაცხოვრება ლანდშაფტში ადამიანებთან, აი ეს თემები ფინანსდება. Αλλά ეს ინფექციები ბრინჯაოს ხანაში ხო, ეს ინფექციები ბრინჯაოს ხანაში ახლა გუში რო გარდაიცვალა ადამიანი იმის სიკვდილის მიზეზს ვერ პოულობდა ადრე ბრინჯაოს ხანის და მერეკინის იმაში რაღაც აკლდამაში და აქ ისმის კითხვა იმ ცნობილი სრომა იუმორული კითხვა ქართული ფილმიცა რა სარგებლობა მოაქვს მამალსო ხო რა სარგებლობა მოაქვს აი ახლა ამ თემებს ქართული მეცნიერებისათვის აი თქვენ სწორი ბრძანეთ თუ პრიორიტეტები არ განისაზღვრა რა გვინდა ჩვენ რა მიმართულებით უნდა წავიდეთ ხო
ეხლა ჩვენ რაკეტმშენებლობაში ხო ვერ ვაჯობებთ თქვათ რუსებს, ამერიკელებს, ჩინელებს და იმას ხო? ჩვენი პრიორიტეტები, ეროვნული პრიორიტეტები უნდა გამოვყოთ მეცნიერებაში. რომ მყარად ვიდგეთ ჩვენ ეროვნული საწყისებიც არ დავკარგოთ და მსოფლიო მეცნიერულ დონესაც ფეხი აუწყოთ და არ ჩამოვრჩეთ. შენ რო ასადარღებულობ მონაწილეობას მართალი ბრძანდეთ, ესე იგი ისე სეფიანთა ირანის ისტორიას ისე ჩაარაკრაკებენ, როცა შენ არავინ არ მონაწილეობს ჩვენგან, ხო? და მოვა იქიდან ისა რა ქვია, შეტყობინ, ხო, არა, ჩვენ არ გვაინტერესებს ეს საკითხი, ჩაივლის ვიღაცა სხვა სომეხი თავისას სიტყვის, აზერბაიჯანელი თავისას სიტყვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმიტომაც არის რომ ჩვენ ესე იგი ფაქტობრივად ისტორია ჩვენ სამწუხაროდ რა, ბევრი ჩვენი ის რაც უნდა ვიცოდეთ და საამაყოა დაკარგული ფაქტობრივად ახლიდან დასაწერია საქართველოს ისტორია. მოსაძიებელი, უამრავი არა მარტო ამ ეპოქის კაცო, უამრავი წყაროა იგივე მოსაძიებელი თამარის ეპოქის. რომელიც თან რა თქმა უნდა და ამიტომ აი ამ კუთხით ნახეთ ჩვენი დიდი მეცნიერები ეს იქნებოდა აკაკი შანიძე, ეს იქნებოდა ირაკლი აბაშიძე, ეს იქნებოდა ივანე ჯავახიშვილი და სხვები იქ ათონის მთაზე და შამთაზე და იმაზე მიტომ მიდიოდნენ რომ ამ წყაროებს ეძებდნენ და შესაბამისად ხდებოდა რეალური საქართველოს ისტორიის სურათების წარმოჩენა. ეხლა თქვენ ისკანდერ მუნში რო ახსენეთ 1928 წლის გამოცემაში ივანე ჯავახიშვილი უკვე ეცნობა გერმანელი მეცნიერის დორნის შრომებს, უпростоრად დორნმა გერმანულად თარგმნა ისკანდერ მუნჩის რამდენიმე თავი და რო ნახა გადაერია კაც ესე იგი ისეთი მასალები ნახა გიორგი სააკაძეზე და საქართველოზე და აქედან გამომდინარე წერს მერე 1953 წელს გამოცემულ წიგნში ისტორიის მიზნები, წყაროები და ამოცანები რომ მეფის კარზე არსებული მეისტორიე და ფრჩხილებში ბერი ეგნატაშვილი და ვახუშტი, რომელსაც ბაგრატიონთა ინტერესები უნდა დაეცვა, აუქს ვერ იტყოდა მეფეზე და ისევ განკიცხვის და განტევების ვაცად udanașaulom xedart მთავარი უნდა ქცეულიყო. udanașaulom xedart მთავარი ვინ არის? ახლა აღარ ახსენებს რაკაც, მაგრამ udanașaulom xedart მთავარი უნდა ქცეულიყო. აი ამაშია საქმე, ის მიგინიშნებს, რომ წყაროები უნდა მოძებნო, რომ მარტო ქართულ წყაროებზე არა, იმ ევროპულ წყაროებზე და აი სწორედ ამ ევროპულ წყაროებს მივაგენით ჩვენ ეს იქნებოდა პიეტრო დე ლავალე, კლოდ მალენგრი და ტავერნიე თუ სხვები და სხვები ეს უნიკალური წყაროებია, რომელიც შესასწავლია და საქართველოს ისტორიას სულ სხვანაირად წარმოაჩენს, მაგალითად ამ ყველაფერს თქვათ იგივე ალბათ მომავალში ესპანური წყაროებია შესასწავლი, ესპანეთის მეფის მიმოწერა ჩვენ სამეფო კართან და ასე შემდეგ, მაგრამ რადგან აი ეს პრიორიტეტები არ არის განსაზღვრული, აი ამ ტურებს, მგლებს, რაღაც წიწილების მხედველობის კორექციას აფინანსებენ, რაღაც გენდერული მას აფინანსებენ. ეხლა აღარ წავიკითხე გენდერზე რომ არ თქვა. კი, სხვა თემებიც არის, რა თქვა, გენდერული პოლიტიკა საბავშვო ბაღებში კახეთის რეგიონის მაგალითზე. აი ესეთი აი გარაჩეულებრივი ავტორი უნდა გავიგოთ. ესეთი თემა, კი, და აი სამწუხაროდ ხალხი თავის გმირებს უნდა იცნობდეს ვინ არის ასე ამდენი მკვლევარი აი ასეთი და ახლა ჩვენ მოვითხოვთ მაგალითად რომ ფარული კი არ იყოს ეს ექსპერტთა ის რუსთაველის ფონდის მუშაობა იყოს გამჭვირვალე არ უნდა იმალებოდეს ექსპერტი არ უნდა იყოს ინკოგნიტო მე არ ვამბობ ახლა ბირთვულ ფიზიკაში და რაღაცა კვანტურ მექანიკაში და იმაში მაგრამ როდესაც საქართველოს ისტორიას როცა ქართველოლოგიას შეეხება მე რაში მჭირდება უცხოელი ექსპერტი უფრო მეც გეტყვით მეცნიერებათა აკადემიამ ბატონი ელიზბარ ჯაველის და ბატონი ავთანდილ არაბულის თაოსნობით მიმართა რუსთაველის ფონდს რომ დაფინანსებულიყო ქართველოლოგიური კონგრესი ტარდება და მსოფლიოს 73 ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ ქართველოლოგები ბერნარ რუტიე და სხვები უარი უთხრეს ამ პროექტის დაფინანსებაზე წარმოიდგინეთ ქართველოლოგიური კონგრესი ტარდება ეხლა ელემენტარული ხარჯები რომ სასტუმროა და რაღაცა ხება და ავტობუსით წავა
აი ამაზე უარი თქვა ფონდმა ამ პროექტის დაფინანსებაზე. ანუ არავითარი ეროვნული პროექტები არ ფინანსდება ისევ იმ ლიბერალური ცენტრების, ეს იქნება ილიაონი, ეს იქნება ალასანიას უნივერსიტეტი თუ სხვები, აი ეს პროექტები წარმატებით ფინანსდება. და აი შეიძლება სადღაც 10% იმედი კი არა, ასეც მიმდინარეობს ეს პრაქტიკა. და ამასაც უნება ჩვენი გადაცემა, ჩვენ მარტო სიტუაციას არ აღწევთ, ჩვენ აგერ ვამბობთ რეკომენდაციას რა უნდა გავაკეთოთ. საქართველოში უნდა პრიორიტეტები განისაზღვროს, ამ პრიორიტეტების მიხედვით უნდა აეწყოს განათლების სისტემა და საკადრო პოლიტიკა, ის უნიჭიერესი ჩვენი ახალგაზრდებით ამ თავითვე უნდა აღზარდოთ, რომ ესე იგი უნდა და ეს უნდა იყოს თავარი, ვინ იყო დავით აღმაშენებლის იმას რო აღწერს, მაგალითად დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი. იზიაო და კეთილად გამოიძიაო, თუ ვინმე წარმატებული იყო იმაშიო, თავის სამეფოს შიგნითო. რამე ნიჭით თუ იყო წარმატებულიო, სულიერი თუ ნებისმიერი ნიჭით თუ ყველა მოიყვანა, საზღვარგარეთიდან ჩამოიყვანა და ჩააყენა ქვეყნის სამსახურშიო, აი დავით აღმაშენებელი. და გიორგი ჭყონდიდელი ყველაზე მთავარი, ესე იგი ფაქტიურად განათლების რეფორმა დააწყებინა და სამართლებრივი რეფორმა ჭყონდიდეს. აი ეგ არის, ხო და გიორგი მთაწმინდელმა იდეოლოგიური ბაზა შეუქმნა ერთ საუკუნის წინ ამაყარა დაწყებულიყო ეს აღორძინება. სანამ ერე ეს როგორც ზამთარხელი. ამიტომ მართალი ბრძანეთ წლები სჭირდება ამას, ხო და ეხლავე უნდა დავიწყოთ ამ პრიორიტეტების და იმ ხალხის მოძებნა, ვინც ამ ეროვნულ ნიადაგზე არა ლიბერალური აზროვნები და დასავლეთის კარნახი და ბოლონის პროცესის და ამ პროცესის და იმ პროცესის განამედ რა სჭირდება საქართველოს, ჩვენ სამშობლოს, ჩვენ ქრისტიანულ ღვთისმშობლის წილხვეთ საქართველოს რა სჭირდება? ჩვენ საქართველოს სჭირდება ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა რაც შეიძლება მეტი პატრიოტი, კულტურული, განათლებული ქართველი ახალგაზრდა. ეს სჭირდება და ამას უნდა რუდუნებით შევარჩიოთ, რომ ეს ჩვენი ქვეყანა იყოს როგორც მარგალიტი მთელ მსოფლიოში. არის კიდევაც მიუხედავად იმისა, რომ თავზე დაგვატყდა ყველაფერი, მაინც ესე იგი არაპროპორციულად დიდი მიღწევები გვაქვს ყველაფერში, მაინც. მაგრამ თუ ესე გაკეთდა რასაც ვამბობთ, ხო? საერთოდ კონკურენტიც არ გვეყოლება, იმდენად ნიჭიერი ხალხია დარწმუნებული ვარ. ხო, ამ ოპტიმისტურ ნოტზე დავამთავრებთ ჩვენ გადაცემას. დიდი მადლობა ბატონო ვაჟა. კარგად გრძელდებოდეთ ძვირფასო მაყურებლებმა.